მოგესალმებით გიორგი, მივესალმები ფორმულას მაყურებელს. Პირველში მინდა სამძიმრით დავიწყო და ამ სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა და სამეგობროს და საახლობლოს მივსამძიმრო და იმედია ეს სტიქია უმსხვერპლოდ ჩაივლის დანარჩენი დღეების განმავლობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას ამ საკითხს, ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად ეს სოციალური კონტრაქტი მოქალაქეების არ არსებობს სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ სახელმწიფოს აი ამ პერიოდის განმავლობაში საერთოდ სხვა ამოცანები და პრიორიტეტები გააჩნია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე გადართულია ორ ამოცანაზე, ეს არის ივანიშვილის ფულის შენარჩუნება და ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება, რომელიც ასევე კიდევ უფრო მეტად გასამდიდრებელად ჭირდება ამ ადამიანს. დღეს ახლა იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიურად დაკავებული იყოს ასეთი ტიპის პრობლემების გადაჭრით სტიქიასთან ბრძოლით, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა გამოგონილ ქიმერებს ებრძვიან რაღაცა გლობალური ომის პარტიას და რაღაცა გლობალურ საკითხებზე არიან დაკავებული და ორი დღის განმავლობაში სანამ ეს სტიქია დაიწყო, ეს ადამიანები საერთოდ მოწყვეტილი იყვნენ მოქალაქეების დღის წესრიგს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს. დღეს სახელმწიფო არ არის მოქალაქეების გვერდი და ფაქტობრივად ვართ ბუნებით მდგომარეობაში, სადაც ყველა ომი, ყველა წინააღმდეგ არის და სახელმწიფო საბაზისო ფუნქციები უნდა ფუნქციონირებდეს ჩვენთვის მოქალაქეებისთვის არ ფუნქციონირებს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ სტიქიას რომ დაუბრუნდეთ, აი რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სადღაც ჩრდილოეთში არქტიკაში ეს არქტიკული ციკლონი ფორმირდა, წარმოგიდგენიათ, თქვენ 1000-ობით კილომეტრი გამოიარა, 1000-ობით სახელმწიფო და ქვეყანა გამოიარა და აქ ქვეყანაში მომზადებელი შევხვდით ამ სტიქიას. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად მახსოვს, რომ იგი 2020 წელი იყო, როდესაც ჩინეთში ეს ვირუსი ვუჰანში ინფიცირების შემთხვევები დაიწყო, სანამ პირველი შემთხვევა იქნებოდა 26 თებერვალს 2020 წლის, ზუსტად მახსოვს, რომ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო იყო შექმნილი, შესაბამისი განკარგულება იყო მთავრობის გამოცემული გასტარებელი ღონისძიებების შესახებ. ანუ მე ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ რეალურად ასეთი ტიპის კატაკლიზმების თავიდან აცილება და მომზადება ყოველ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც არის და შესაძლებელიც არის. ამაში განსაკუთრებული რაღაცა ცოდნები არ საჭიროებს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ისეთი კატაკლიზმა, რომელიც მოულოდნელად შეიძლება დაატყდეს ამ ქვეყანას და სადღაც ოკეანეში წარმოშობილი მიწისძვრის შედეგად ცუნამი, რომელიც შეიძლება დაატყდეს ამ ქვეყანას, ხო? დიდთოლებასთან ბრძოლის გამოცდილებაც არსებობს, პროფესიონალებიც ყავს ამ ქვეყანაში, განსაკუთრებულად როდესაც ვსაუბრობთ იმ რეგიონზე, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ გომის მთა და ბახმაროს მთა უნდა განვითარდეს და იქვე არის გოდერძის უღელტეხილი და აქ წარმოუდგენელია, რომ შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია არ იყოს დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ზამთარი იქნება ეს თუ ზაფხული, ასეთი ტექნიკის მობილიზება არის აუცილებელი. თქვენი აზრით მოხდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფაქტია, ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა და მთავრობამ რეაგირებას დააგვიანა, სანამ უბედურება არ მოხდა და ადამიანი არ დაიღუპა და უკვე პირველი კადრები წამოგვივიდა მასშტაბების, ასე ვთქვათ და დავინახეთ, რომ ეს ხალხი ჩარჩა კი არა და კიდევ უფრო უარესობისკენ მიდიოდა საქმე, ანუ დიდი საზოგადოებრივი ზეწოლა სანამ არ გაჩნდა. დაუშვათ ისინი არ უყურებენ საერთოდ კრიტიკულ მედიას. დაუშვათ ისინი ელოდებიან როდის მოვა კატასტროფული მდგომარეობის შესახებ სიგნალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ამ ადგილობრივ ხელისუფლებას ხო შეუძლებელია რომ ის 2 მეტრი თოვლი რომ მოდის შენ მაინც რო გათო შენ ხო ხვდები არა? რეაქცია უნდა კონდეს. რა მოხდა? წვდომა არა აქვთ, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი არ არსებობს. სისტემურად უყურმართა და ამ ქვეყანაში ყველაფერი მოწყობილი და აგერ აჩვენა წარლენჯი ხამ რომ თვითმართველობამ ადგილზე როგორც კი საფრთხე დაინახა, დაიწყო მზადება და იმ მცირე რესურსის სწორად მობილიზება და ხალხის ჩართულობის ხარისხი და იქ შედეგი დადგა. ანუ ყველაფერი ერთად არის როგორც ჩანს. მე ვფიქრობ ძალიან ბევრი გამოწვევა ამ მიმართულებით. ერთი რომ თვითმმართველობები ძლიერი არ არის, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პრობლემაა და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი თვითმმართველობები შეიძლება სადღაც ქვეყნებში იყვნენ ასეთ ტიპის კატაკლიზმების დროს ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საათებზეა ხო საუბარი აქ. იმიტომ რომ ადამიანების სიცოცხლე ჯანმრთელობას ეხება საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს რაც გვაქვს არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლების. აი მე არ მახსოვს მეწყერი ჩამოწვა, იქ მდინარე ჩამოვიდა, ვიღაცა დაიხრჩო, რაღაც ვიღაცის გულგრილობას სკვერში ახალგაზრდა მოზარდის სიცოცხლე მწყო. პასუხისმგებლობა ადამიანს არ უთქვამს, რომ აი ამ საკითხზე მე ვარ პასუხისმგებელი. აი აქ სტიქია რომ მოხდება, რომ სწრაფი რეაგირების რეჟიმი უნდა ჩაერთოს და რაღაცა კრიზისული მართვის ფუნქცია უნდა ჩაერთოს ადამიანს, არავის არ უთქვამს, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მე უნდა გავაკეთო ეს. ანუ უპასუხისმგებლობა მოდის იქიდან, რომ რეალურად ამ ადამიანებს სხვა ამოცანები აქვთ
დღეს და პლუს ამას კომპეტენციები არ არსებობს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანები წინააღმდეგებიან რომელთაც ყველაზე უკეთ გამოსდით ამ Facebook კლავიატურაზე დაждდომა და პარტიული მესეჯ ბოქსების და ტროლობის სამსახურის გაწევა საკუთარი პარტიისთვის ხო ეს ადამიანები რეალურად თქვენ რო იცოდეთ ეხა სანამ არ გამორეკავ კონკრეტულად თავიანთი საკრებულოებიდან თუ IP-ებიდან თუ სხვა სამსახურებიდან რეალურად მთელი საღამოს განმავლობაში დაკავებულები არიან ოპოზიციონერი დეპუტატების გაშავებით, ოპოზიციონერი წევრების გაშავებით, ოპოზიციის დევნით, იმ ახალგაზრდების დევნით, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული. ეს არის მოცემულობა, რომელიც მივიღეთ, იმიტომ რომ აქ დაწინაურების ერთადერთი მექანიზმი არ არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, ან რაღაც ისეთი უნარების და სკილების გონა, რომელიც კრიტიკულად საჭიროა, მაგალითად იმ IP-ის ფუნქციონირებისთვის, რომელიც დასუფთავების სისტემაში არის ჩართული და გზების გაწმენდით უნდა იყოს დაკავებული. აქ ადამიანები წინააღმდეგებიან იმის მიხედვით, ვინ როგორი ლოიალობით არის განწყობილი მოქმედი ხელისუფლების მიერ. რა თქმა უნდა, ვინ რაზეა წამსვლელი. წინასწარმეტყველთა ვიხსენებდით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და ანუ ეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ანუ ვინ რა წითელი ხაზები რა თქმა უნდა და ამაში კონკურენცია ერთგვარი ცუდი სიტყვა შეიძლება არის, მაგრამ ფაქტობრივად კონკურენცია მიდის იმ ადამიანებს შორის, ვინ უფრო დაწინაურდება ამ საკითხში. ეხლა რა შეიძლება რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? ბოლო კითხვა ეს მინდა დაგისვათ, რომ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? ეს ის ყველაფერი არის შესაძლებელი. აი რა უნდა იყოს ახალი კოალიციური ხელისუფლებების მთავარი პრიორიტეტები, რომ ასეთ სიტუაციებში პროგნოზირება, ოპერატიული რეაგირება, რეაბილიტაცია შემდგომში ხდებოდეს პროეფექტი. ასეთ დროს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ასეთ ტიპის კატაკლიზმი რო ხდება და სტიქიური უბედურება რო ხდება, პირველში პროაქტიულად უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და მომზადებული უნდა შეხვდეს აი ამ პროცესს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრემიერი არის ის თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, რომელსაც ემორჩილება თითქმის ყველა უწყება. ამიტომ ოპერატიულად დაგეგმვას ამ ღონისძიების და მათ შორის სწრაფი რეაგირების რეჟიმში შინაგან საქმეთა მინისტრის თავდაცვის მინისტრის ჩართვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მეორე, პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოყოს ასე დროს მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც უხელმძღვანელებს საგანგებოდ შექმნილ ოპერატიულ შტაბს. მესამე, მყისიერად უნდა ჩაერთოს უწყებათა შორის კოორდინაციას გასცეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, რომელსაც აქვს დელეგირებული ეს ფუნქცია. მესამე, ცხელი ხაზი ფაქტობრივად ადამიანები რაღაცა მანუალურად აგროვებდნენ ინფორმაციას იქ ჩარჩენილი ადამიანების შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, სტიქიიდან მესამე თუ მეოთხე დღეა და GSM ოპერატორის ნომრებზე ცხელი ხაზი არ არსებობს. ერთიანი 4 ციფრა ცხელი ხაზი არ არსებობს. რომ ერთიანად შეიკრას ეს ინფორმაცია და ანალიზურად დამუშავდეს, 112-ზე არ ვსაუბრობ, საგანგებო ცხელი ხაზი უნდა არსებობდეს ამის. მეოთხე, სასწრაფო რეაგირება ჩასვლა პრემიერ-მინისტრის ადგილზე, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის იქ ყოფნას საგანგებო გამართული კოორდინირებული მუშაობისთვის ყველა უწყებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პრემიერს იქ უნდა ხედავდნენ. რა თქმა უნდა, ადგილზე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. მეოთხე საკითხი თავდაცვის ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია. თავდაცვის ძალები რომ გამოსცე ბრძანება, მის მობილიზაციას, შეკრებას და გადაადგილებას ჭირდება დრო. ამიტომ სტიქის დაწყებისთანავე უნდა მოხდეს თავდაცვის ძალების ჩართვა ასეთ ტიპის ოპერაციაში და ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ინტენსიურად უნდა მუშაობდეს ტექნიკა გზების გაწმენდაზე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთ საქართველოში ნამდვილად არის ის რაოდენობის ტექნიკა სახელმწიფო საკუთრებაში, ასევე კერძო საკუთრებაში მობილიზებული, რომლის მობილიზაციაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი აი ამ ლოკაციაზე სტიქის ზონაში. აქვე რომ დავამატოთ, ეს არის სამედიცინო მომსახურების. რა თქმა უნდა. ჯანდაცვის მინისტრი უნდა ატარებდეს დღეში მინიმუმ ერთ ბრიფინგს, რომელიც ერთი რომ მოყვება რა სიტუაცია, საიდან შეინიშნება და პრობლემებია. შესაბამისად მობილიზებული უნდა იყოს ოპერატიული გადაადგილების ჯგუფები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. საინფორმაციო ბრიფინგები მინიმუმ 3 საათში ერთხელ, რომელიც უნდა აწვდიდეს დეტალურ ყველა სანდო ინფორმაციას სტიქის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ, იმიტომ რომ მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ელაპარაკება, რას აკეთებს, ის ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქე ხო იმისთვის ქირაობს სოციალურ კონტაქტში, იმიტომ არის სახელმწიფოსთან, რომ აი ესეთ ტიპის პრობლემები გადაუწყვეტოს, იმიტომ რომ ამ დროს მზრუნველობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მოქალაქე პირდაპირ ფორმით აი შიშველი ხელებით შემოგჩერებია შენ რას გააკეთებ. მე რამდენიმე საკითხი კიდე დრონებით თავისუფლად შესაძლებელია ასეთი ტიპის ლოკაციებზე რამდენიმე კილოგრამის ტევადობის ტვირთის გადაადგილება უზრუნველყოს, საკვები იქნება ეს თუ ანუ შესაძლებელია ეს ტექნიკურ მოხალისეობრივ საკითხს რაც შეეხება. რა თქმა უნდა, მოხალისეობრივ საკითხს რაც შეეხება, მოხალისეობრივი საკითხის კოორდინირება თვითონ სახელმწიფო
თვითონ უნდა უზრუნველყოს და რატო? შეიძლება მოხალისეობრივმა საკითხებმა რაღაც პრობლემები შეუქმნას თავად მოხალისეებსაც და ზოგადად სამაშველო ოპერაციასაც, ამიტომ თვითონ უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ მოხალისეებს ღებულობდეს, თვითონ ანაწილებდეს შესაბამისი მიმართულებებით, შესაბამისი გამოცდილების ადამიანებს. არაფერი ეს არ გაუკეთებია თვით ორგანიზმს და მოხალისეები საკუთარი გამოცდილებით და თვითონ პოულობენ ადამიანებს, ზოგს თოვლში ჩაფლულს, ზოგს მომაკვდავს, ზოგს ისეთს, რომელსაც რამდენიმე დღეა საკვები არ მიუღია და თვითონ გამოყავთ ეს ადამიანები. ანუ ამოსავალი წერტილი არის კოორდინაციის არარსებობა და ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირის მიერ ამ ოპერაციის არ მართვა, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პირი იყოს. დღეს ხო ჩავიდნენ ახლა ადამიანები, თითქოს ახმა გვაქვს რომ რაღაც პრემიერ-მინისტრი იქ მართავს რაღაცას, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ რომ ეს საოპერაციო შტაბი მოშლილია. ფაქტობრივად მე არ ვიცი, მაგალითად თქვენ იცით ახლა მაგალითად არ მსმენია მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდები ტელევიზორს, ტელევიზიებს და სხვა მედია საშუალებებს. აი მაგალითად რომელ სოფლებზეა საუბარი, რომელიც ჩაკეტილია. აი რომელ სოფლებში გაიხსნა გზები. სადღაც მშრალ ციფრებს გვეუბნებიან რომ რაღაც 159 სოფელი იმერეთში არის გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგრამ არ გვეუბნებიან ელექტროენერგია როდის აღდგება, საკვებით უზრუნველყოფა როდის მოხდება ამ ადამიანების, ტექნიკა რამდენი გაწმინდა, უახლოეს დღეებში თოვა მოსალოდნელია, როდის შეწყდება. ესენი დგანან იქ ჩასულან ოზურგეთში და თოვლის ნობას ელოდებიან. ახლა წარმოუდგენელია ასეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც მსგავს კრიზისებს ვერ მართავს, ნამდვილად არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საერთოდ უპატრონობაა და განსაკუთრებული სიღარიბე არის. ბერდია სიჩინავა, გახარია საქართველოს აღმასრულებელი მდივანი.